მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგანს უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ლაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მისცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთოთ გაშლა, როგორ პარტნიორად მხედავს ჩემი პარტნიორი, ხო? მოდით გავაკეთოთ ორ ვარიანტად, იმიტომ რომ ყველასთან ერთი და იგივე ნამდვილად ვერ იქნება, ამიტომ გავაკეთოთ ორი ვარიანტი. ჯერ ვნახოთ, ვინ არის ეს თქვენი პარტნიორი, ხო? ვინ მოვიდა, ვინ გვესაუბრება, როგორი ენერგიებში არის და ამასთან ერთად ვნახოთ ამ ადამიანთან რა ურთიერთობაში ხართ ახლა ამ ეტაპზე. არჩევანისთვის ვანდით ესეთი ორი ვარიანტი იყოს. პირველი ვარიანტი ამეთვისტო, მეორე ვარიანტი ავანტიურინი. ამეთვისტო ცოტა ესე არ ჩანს კარგად, მაგრამ მგონი მაინც ამეთვისტო ავანტიურინი, ხო? პირველი, მეორე ვარიანტი. ვინ მოვიდა, ანუ რა ენერგიებში არის ადამიანი, ანუ როგორი ადამიანი არის და რა ხდება ამ ეტაპზე თქვენს შორის. ჯერ ეს ნახოთ. მოკლედ, პირველი, მეორე ჩაიფიქრეთ. და დავიწყებ პირველი ვარიანტით, ვინც ამეთვისტო აირჩია. ნახოთ, ვინ მოვიდა, ხო, სასაუბროდ, როგორი ადამიანი, რომელიც ახლა არის ძალიან თავის განცდებში, განმარტოვებულ მდგომარეობაში, რომელიც არის საკმაოდ ჩაკეტილი ხასიათის, რომელსაც საკმაოდ არ უყვარს ძალიან ბევრი საუბარი, არ უყვარს ბევრი დაპირება, შეიძლება ითქვას, ადამიანი, რომელიც სულ რაღაცა, იცით, როგორი მომენტია, უფრო მეტად აკვირდება სიტუაციებს, აანალიზებს სიტუაციებს, უფრო რაღაცა ესეთი ვიდრე ქმედი თუნარიანი იყოს. ხვდებით, აი, ადამიანი მოვიდა, რომელსაც სულ რაღაცნაირად ქმედებაზე მეტი გაანალიზება, ქმედებაზე მეტი ფიქრი აქვს, ქმედებაზე მეტი რაღაც დაკვირვება აქვს, ასე რომ აი რაღაცა ესეთი პიროვნება, ხო, შეიძლება ახლა ამ ეტაპზე რაღაცა განმარტოვებულ მდგომარეობაშიც იმყოფებოდეს, ხო, რაღაცა თავის სტიქიაში იყოს, თავის ენერგიებში იყოს, რაღაც არ უნდოდეს სიტუაციების გახსნა, კონდეს რაღაცა თუნდაც პრობლემური მდგომარეობა, რაღაცების გადაანალიზება, გადაფასება, გადალაგებაზე იყოს, ხო, რაღაც თავის სულიერ სამყაროსთან მიმართებაში იყოს და რა ხდება ახლა თქვენ შორის. აქ მე მგონი ვფიქრობ, რომ მგონი და აქ არის სიტუაცია, როდესაც ადამიანი უბრალოდ ხო არის ჩიხში შესული, ძალიან ბევრი ემოციები აქვს, ძალიან ბევრი მიზიდულობა აქვს, მაგრამ რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე თქვენ შორის არის ძალიან ცოტა რთული პერიოდი, არ იცით რა საით უნდა წახვიდეთ, არ იცით რა მდგომარეობისკენ უნდა წახვიდეთ, აქ არის მდგომარეობა თქვენ შორის რა ხდება. აი რაღაცნაირად შევინარჩუნოთ სიტუაცია, რომელიც გვაქვს, მაგრამ ნახეთ, რომელიც გვაქვს ერთია, მოგითხათ, რომ კარგი სიტუაცია გაქვთ თქო, არ არის. აი, ნახეთ, თუ ურთიერთობაში ხართ, აქ არის ჩიხის მდგომარეობა, აქ არის რაღაცა გაურკვევლობის მდგომარეობა, არ ვიცით რანაირად წავა სიტუაცია, მაგრამ მოდი რაც არის ის მდგომარეობა დროებით მაინც შევინარჩუნოთ, ხო? რაღაცა ეს მდგომარეობა დროებით მაინც გქონდეს შენარჩუნებული და რაღაცა არ იყოს ცვლილებები, ხო, თქვენ შორის. ახლა აი ამ ეტაპზე არის რაღაცნაირი თუნდაც რომ ოჯახი იყოს, აქ არის რაღაცა ძებნა, გადაწყვეტილებების ძებნა, სიტუაციურიდან გამოსვლების. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ადამიანი იმდენად ცოტა ჩაკეტილია, რომ ვერც კი იგებთ საერთოდ რა უნდა, ხო? ანუ რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ისიც კი არ იცით ამ ადამიანს რა უნდა, ხო, რაღაცა ასე გაჩერებული მდგომარეობა არის, რომელიც
არც იქეთ მიდის, არც აქეთ მიდის და საერთოდ სად მიდის, არც ვიცით, ხო, რაღაც მომენტში ვიღაცებთან ნამდვილად იქნება ის მომენტიც, რომ ადამიანი უბრალოდ გასულია ურთიერთობიდან და მაქსიმალურად ცდილობს და ინარჩუნებს იმ სიტუაციას, რომ არ გამოვიდეს კონტაქტზე, არ ქონდეს არანაირი შეხება თქვენთან, რა ვიცი, თავისი გაანალიზებისთვის, ესე რა ვთქვათ. კარგით, რა მნიშვნელობა აქვს, ხა აშკარად აქ გამოვა თუ არ გამოვა ეს სხვა მომენტია, მაგრამ მოდით ნახოთ ეს ადამიანი როგორ პარტნიორად გხედავთ, ხო? სხვათა შორის ძალიან დიდი ხანია ეს და არ გამომიყენებია. ნახოთ აბა, როგორ პარტნიორად გხედავთ ეს ადამიანი, როგორ პარტნიორად გხედავთ. კაც დაკიდებული სიტუაცია. სხვათა შორის ნახეთ, ისე ვიტყვი. საკმაოდ ესეთი ვნების ამღვრელს, საკმაოდ ცოტა იცით როგორი მომენტია, როგორ პარტნიორად გხედავთ. ხო, ვნებებით სავსე ადამიანად, რომელსაც რაღაცა ყოველთვის შეუძლია ნებისმიერ დროს, თუნდაც არ გავიდეს კონტაქტზე, თუნდაც არ ქონდეს არანაირი კომუნიკაცია, რომელსაც მაინც ვერ ელევი, ხო, რაღაცა მაინც გიწევს გული, მაინც გინდა რომ ამ ადამიანისკენ გაიხედო, ხო, რაღაცა მომენტი, თითქოს აქ არის ისეთი მომენტი, როდესაც რთულია დაძლიო ყველა ის მდგომარეობა, ის სიტუაცია, რომელიც თქვენ ორ ადამიანს შორის ხდება. იცით როგორი მომენტია, როგორ პარტნიორად გხედავთ, ეს უფრო აღწერდი კარგად, ადამიანად და პარტნიორად, რომლის დავიწყებაც ძალიან ცუდი, ანუ რთულია, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას აძლევს ამ ადამიანს, რომელიც ძალიან დიდ ვნებას აძლევს ამ ადამიანს. მეორეს მხრივ არის კიდე ის მომენტი, როდესაც სულ უნდა რომ რაღაცნაირად, ნახეთ, თან უნდა რომ სულ თან ყავდეთ, სულ საკმაოდ იცით როგორი თქვენი მიზნების მიღწევის ადამიანს გხედავთ, როგორ პარტნიორად აღიქვათ, ესე ვიტყვი, რომ ადამიანს და პარტნიორს, რომელსაც სჭირდება სულ ბრძოლა იმისთვის, რომ მიიღოს თავისი სასურველი მდგომარეობა, როდესაც მიიღოს თავისი სასურველი ემოციები, ხო? უნდა გამოგტყუოთ, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა სიტუაციურად, იმიტომ რომ თქვენი ვერად ხართ თქვენ თავზე ორიენტირებული, როგორც ჩანს, აქ რაღაცა ძალიან დიდი ადამიანები ამოვიდნენ, რომელსაც შეუძლიათ რაღაც ყველანაირი ემოციების გაცემაც და გაჩერებაც ხდებით, კარგად იცით, თქვენ თუ არ გინდათ, ხო, თუ თქვენ არ გინდათ, არც არაფერი არ იქნება. და ხედავთ ზუსტად ესეთ ადამიანს, რომ თუ თქვენ არ გინდათ, არც არაფერი არ და ყოველთვის მოუწევს ბრძოლა იმისთვის, რომ თქვენი ყურადღება მიიპყროს. ყოველთვის მოუწევს ბრძოლა იმისთვის და ომი იმისთვის, რომ რაღაცნაირად გახსნას სიტუაციები და ნახეთ, როგორ პარტნიორად აღიქვათ, ესე ვიტყოდი, ძალიან მიზანმიმართულად და თავნებად, რომელსაც
თუ მიიღო გადაწყვეტილება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რაც არ უნდა სტკიოდეს, რაც არ უნდა სირთულეებში იყოს, მაინც თავისი გაიტანოს, ხო, აი მაინც ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ თვითონ იყოს კომფორტულად, ხო, რაღაც თუ კი ჩადებთ ენერგიას, იმ ენერგიას აუცილებლად დაიბრუნოთ. არ არსებულია, რომ არ დაიბრუნოთ. არ არსებულია, რომ უკან არ გამოართვათ, თან ვერ მაგათ, აი ესე ვიტყოდი. რაღაცა ესეთ ადამიანად აღიქვთ. და სხვათა შორის, აი ფიქრობს, რომ ძალიან ძალიან გაუჭირდება თქვენთან ესე ყოფნა, ძალიან გაუჭირდება თქვენთან ესეთი ურთიერთობა და ნახეთ როგორი მომენტია კიდე თითქოს თვლის რომ აი არასოდეს არ იცის თქვენთან ურთიერთობის დროს რომელი გზა უნდა აირჩიოს. აი იცით როგორი მომენტია, აი დღეს ერთი ხართ, ხვალ მეორე ხართ. შეიძლება დღეს ძალიან ბევრი ემოცია მისცეთ და ხვალ საერთოდ არაფერი არ მისცეთ. ხვდებით? აი რაღაცა ესეთ ადამიანად, ესეთ პარტნიორად აღიქვთ, რომელსაც სულ რაღაცა სჭირდება ხაი სჭირდება მიდგომა და სხვათა შორის ძალიან გონიერი ადამიანი ხართ მის თვალში, საკმაოდ გამოცდილი ადამიანი ხართ მის თვალში. ვერ ვიტყვი რომ აი ნახეთ როგორი მომენტია კიდე ხართ ძალიან სამართლიანიც ესე ვთქვათ. ხართ მიზანმიმართულიც, ხართ სამართლიანიც, ხართ თქვენ თავზე ორიენტირებული, ხართ მოსიყვარულიც, რაღაც მომენტში ცივიც. საკმაოდ ჭკვიანი ხართ, საკმაოდ გაანალიზებული ხართ. არასოდეს არ იცის ხვალ როგორი დღე იქნება თქვენთან და არასოდეს არ იცის ზეგ როგორი დღე იქნება თქვენთან. აი სულ სიახლეების, სულ რაღაცა სიტუაციების მომენტია, რომ ნახეთ და თან რა მომენტია იცით, რომ რამდენად შეუძლია ამ ადამიანს, რომ ამ ყველაფერში აკვეთ, ეს მომენტიც არის, ხო, რაღაცა ეს მდგომარეობაც არის. რამდენად შეუძლია, რომ სწორად დააბალანსოს სიტუაცია, რომ თქვენთან ურთიერთობა გამოვიდეს იდეალური და ჰარმონიული. აი ამ ადამიანს რაღაცა იმდენად ესეთი ცოტა გასაიდუმლოებული ადამიანი გონიხოთ. რაღაც მომენტში შეიძლება თქვა კიდევაც ის მომენტი, რომ საკმაოდ ესეთი ვთქვათ კოლეგების მომენტიც იყოს, ხვდებით, აი რაღაც კარგად იცით ფსიქოლოგია თუნდაც და ზუსტ ყოველთვის ისე უდგებით ამ ადამიანს, როგორც იმ მომენტს სჭირდება და აი თითქოს როგორი მომენტია იცით, აი რაღაცის თქმა რა უნდა თქვენ ასწრებთ ამ ყველაფრის თქმას, ხო, აი რაღაცა თქვენ მის შინაგან მეს კითხულობთ, რაღაცა აი ესეთ პარტნიორად აღგოთ და აქვს რაღაც ის მომენტი, რომ რამდენად გამოუვა თქვენთან ურთიერთობა და რამდენად შეძლებს ამ ყველაფრის დაბალანსებას. როგორ პარტნიორად აღიქვთ, გეტყვით კიდევ იმას, რომ ამ ადამიანისთვის ახალი ემოციების, ახალი ენერგიების და რაღაცა სიახლეების ადამიანი ხართ. აი რაღაც სიახლეების, რომელიც ხო გონებით აი ყოველ დღე რაღაც ახალი იხსნება ამ ადამიანის ცხოვრებაში, ყოველ წუთას თქვენთან ურთიერთობისას, ну თუ წასულია უკვე ეს ადამიანი რაღაც ისეთი სიტუაცია არის, ყოველთვის იხსნებოდა ახალი ემოციები, ახალი ეიფორიები, ახალი რაღაცა ვნების მომენტები, ხო, რაღაცა სულ ამოუწურავი და ამოუცნობი, ესე რომ ვთქვათ. ну მოკლედ შვენივრად გხედავთ. შვენივრად გხედავთ ეს ადამიანი აშკარად. კარგით. ეს იყო პირველი ვარიანტი.
და ვნახოთ მეორე ვარიანტი რას გვეტყვის. ეს ამასურინი აირჩია. და ვნახოთ ვინ მოვიდა. ადამიანი, რომელიც ახლა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად გადართულია თავის სამსახურებრივ მდგომარეობაზე, საკმაოდ ასეთი რომ ვთქვათ ხელგაშლილი ადამიანიც არის, არ ენანება არაფერი, ძალიან ისეთი ემოციებსაც თავისუფლად იძლევა, საჩუქრებსაც თავისუფლად აკეთებს, ხო? ადამიანი, რომელსაც რაღაცნაირად უყვარს თავის წარმოჩენა, წარმოდგენა და იცით რა არის, აი ამ ადამიანის მდგომარეობა არის ესეთი, ჩავდებ ენერგიას და ვიღებ ენერგიას, ხვდებით? აი რამდენსაც გავცემ ორმაგად მეტი მიბრუნდება. აი რაღაცა ეს მომენტი აქვს ამ ადამიანს. საკმაოდ ესეთი ვერ ვიტყვი რომ ფლატ მატერიალისტი არის ხო, მაგრამ მიწაზე მყარად დგას და ძირითადი მდგომარეობა მაინც უფრო მატერიალური კუთხით არის ამ ადამიანის ასპექტები, ხო? აი რაღაცა უფრო გადართული სამუშაოზე, გადართული თავის საქმეზე, გადართული სულ რაღაცა ისეთ სიტუაციაში, ან შეიძლება ითქვას სულ სამსახურშია თქო, ხო? რაღაცა ისეთი მომენტების მდგომარეობას. რა ხდება ახლა თქვენთან, თქვენ სიტუაციაში გაურკვეველი მდგომარეობა არის, არც იქეთ ხართ, არც აქეთ, ჯერჯერობით არ ხართ ჩამოყალიბებული, საით მიდის თქვენი ურთიერთობა და რა გადაწყვეტავთ, ჯერჯერობით არ გაქვთ ჩამოყალიბებული სიტუაციები, უნდა მიხდებიან არკანები. აქ არ არის ჯერ საბოლოო პასუხის მდგომარეობა, თუმცა საკმაოდ ემოციური მდგომარეობა არის, საკმაოდ სასიამოვნო, ძალიან დიდ ენერგიას იღებთ, სიყვარულს. ანუ ვერ ვიტყვი აქ რომ რაღაცა ესეთი სიტუაცია თქო, რაღაც წასული პარტნიორი არ არის, აქ ხეხა ამ ეტაპზე მეორე ვარიანტი აშკარად მოვიდა აქტიური მდგომარეობა, აქტიური ურთიერთობა, მაგრამ ნახეთ აქ რა ხდება. აქ არის რაღაცა სიტუაცია, რომელიც თქვენთვის ჯერჯერობით არის ამოუცნობი, ანუ სავარაუდოდ შეიძლება აქ მისი რაღაცა გადაუწყვეტლობის და უმოქმედობის გამო გქონდეთ რაღაც ცოტა ესეთი განცდა, რომ ხომ არ მატყუებს ეს ადამიანი, ხომ არ მიმალავს რაღაცას, ხომ არა ვარ რაღაც ისეთ სამკუთხედ ურთიერთობაში და თქვათ რაღაცა უცნაურად იქცევა ეს ადამიანი, თუმცა აქ არის ემოციური მდგომარეობა, აქ არის რაღაცა ბედნიერების მომენტები, აქ ადამიანი აშკარად გაძლევთ საშუალებას და მდგომარეობას იმის, რომ იგრძნოთ თავი ბედნიერად, იგრძნოთ თავი კმაყოფილად, იგრძნოთ თავი შევსებულად, აქ იხარჯება ეს ადამიანი როგორც ემოციურად, ისე მატერიალურად, აქ უფრო მე მგონი უფრო იცით რა მომენტი, აი რაღაც ამბობ დროს ახაც ახალი ურთიერთობები წამოვიდა წინა ფლანგზე, რაც ძალიან სასიამოვნო არის და ფლაც წარსულზე არ ვსაუბრობ და ძალიან მომწონს ხოლმე ეს და აი აქ ზუსტად რაღაც ის მომენტი, ჯერ არ ვიცი სად ვართ ხო, აი ჯერ რაღაცა ჯერ ფლირტის და ემოციების მდგომარეობაში ვართ, აი აქ რაღაცა ეს მომენტი უფრო არის. თუმცა ბოლომდე ამოუცნობი მდგომარეობა გვაქვს და რაღაცა, აი არ ვიცი, რატომღაც აქ რაღაცნაირად ცოტა პატარა დაფარული მდგომარეობა, ну შეიძლება ახალი ურთიერთობა როდის ბოლომდე რო არ იცნობთ ადამიანს, რაღაცა გგონიათ, რომ ცოტა ისეთი მომენტია, მაგრამ ну რაღაცა არის, რომელიც არ გაძლევთ, ხო, რაღაც ურთიერთობაში მოსვენების საშუალებას და იქ ზუსტად ის ფაქტორი, რომ სად მივდივართ, რა იქნება, რა ურთიერთობა უნდა, როგორ უნდა, ну კი რაღაცა აკეთებს ყველაფერს ჩემი ბედნიერებისთვის, ჩემი ემოციებისთვის, მაგრამ სად გავა ეს ურთიერთობა ფონს ხო რაღაცა ეს მომენტი არ ვიცით. კარგით, აბა ვნახოთ როგორ პარტნიორად აღგიქვავთ ეს ადამიანი, როგორ პარტნიორად აღგიქვავთ ეს ადამიანი თქვენ. როგორ პარტნიორად ნახეთ, მოდით ესე გეტყვით, როგორ პარტნიორად, თითქოს ამ ადამიანთან მიმართებაში, არ ვიცი, იძალადეთ.
ცოტა ესე გამომივიდა ხა იძალადეთ. არა, ნახეთ იძალადეთ არა. აი უბრალოდ თქვენი ამ ადამიანის ცხოვრებაში გამოჩენით ძალიან ბევრი რაღაცას თითქოს ფარდა აიხადა, თითქოს მისი რაღაცა ბევრი ოცნება რეალურ ფაზაში შედის, ბევრი რაღაცა მდგომარეობა და სიტუაციას მიეცით გასაქანი, ხო, რაღაცა საშუალება რომ გამოსულიყო, ხო? აქ რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ამ ადამიანისთვის რაღაცა კარმულ კავშირს გრძნობთ თქვენთან მიმართებაში და იცით როგორ არის, აი რაღაცა მომენტში თუ კი ამ ადამიანს ქონდა რაღაცა დაპაუზებული ურთიერთობა და დასრულებული გულის ტკივილის მდგომარეობა, ხო, რაღაცა ხელი ქონდა ჩაქნეული საერთოდ ურთიერთობაზე, რაღაცა ვთქვათ ღალატის და რაღაც ესეთი მდგომარეობის ცუდი გამოცდილების მდგომარეობის წინაშე იყო ეს ადამიანი, ხო? რაღაცნაირად თითქოს ამ ადამიანმა თქვენთან დაინახა რაღაც სიმშვიდის მდგომარეობა, ნელ-ნელა ახერხებს იმას, რომ გაიხსნას და გამოაჩინოს თავისი სურვილები, თავისი ემოციები, თავისი ვნებები, თავისი რაღაცა აი ეს კომუნიკაციის მდგომარეობა, ხო? ეს ადამიანი რაღაცნაირად იღებს გადაწყვეტილებას, აი რაღაცა იცით როგორ მომენტი აქ, აი როგორ პარტნიორად გხედავთ, ხო? აი მიეცით ამ ადამიანს ესე ვიტყოდი, ყველანაირი მდგომარეობა, რომ ეს ადამიანი გხედავთ აი საკმაოდ ჭკვიანი, საკმაოდ ესეთი თბილი რაღაც მომენტში თითქოს თქვენს მისნაირი გზა გაქვთ გავლილი და აი საკუთარ თავს პოულობს თქვენში თulis ეს ადამიანი და როგორ პარტნიორად აღიქვავთ გეტყვით რომ მაგი ხართ მის თვალში მაგი და იეროფანტი ერთად ხართ მის თვალში იმიტომ რომ აი თქვენ ხართ ადამიანი რესურსი რომელიც არ იწურება არც ერთ ასპექტში არც სექსუალური კუთხით არც სასაუბრო თემები არ იწურება, ხო? ამ ადამიანის მდგომარეობა დანახული თვალით თქვენ ხართ ძალიან ესეთი ჰარმონიული ადამიანი, რომელიც ასევე ჰარმონიაში გადაყავს პარტნიორი და მარტო ჰარმონიაში გადაყავს პარტნიორი, აი ფაქტურად თქვენ ხართ პარტნიორი, რომელსაც შეუძლია კუთრეთით აღადგინოს ნებისმიერი ადამიანის სულიერი მდგომარეობა, ხო? რაღაცა ეს მომენტი აქვს, აი ყველანაირად ავსებთ, ყველანაირად ხსნით ამ ადამიანს, აი ფანტაზიებს უხსნით, ცხოვრების არს უხსნით თითქოს, ხო? რაღაცა მომენტში აი ხოლმე აი წარსული ტკივილების, წარსული ემოციების, მოშუშების მდგომარეობას, აი თითქოს ეს ადამიანი აი რო იტყვიან მაგრამ რაღაცა მომენტში ნახეთ კიდევ რა მომენტი აქვს აი ამ ყველაფერთან ერთად ამ ადამიანს მე მგონი იცით როგორი განცდა აქვს რომ თქვენში ხედავს იმას რომ ერთ დღეს უბრალოდ არ წახვიდეთ ამ ადამიანისგან არ დაასრულოთ ამ ადამიანთან კომუნიკაცია თითქოს აი რაღაც მომენტში ესე ვიტყვი რომ დაკარგვის შიშის მდგომარეობაც აქვს და აი როგორი მომენტი აქვს იცით რა თქვენში ხედავს იმდენად სასწაულად რესურსულ ადამიანს და რესურსულ პარტნიორს რომ შეიძლება სურვილიც კი უჩნდება რომ რაღაცა ისეთი გაგიკეთოთ
ჯადოქრული, რომ არასოდეს არ წახვიდეთ ამ ადამიანს, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილი ჯადოქარი ხართ ამ ადამიანისთვის, იმიტომ რომ ეს ადამიანი მე ესე ვიტყოდი, რომ მოაბრუნეთ, შეიძლება ითქვას, ამ ქვეყნიური სიამოვნებებისკენ, ამ ქვეყნიური ურთიერთობებისკენ, რაღაცა გახსენით ამ ადამიანის ცხოვრება, გახსენით ამ ადამიანის სიტუაცია და თითქოს ნახეთ კიდევ ერთი რა მომენტია, როგორ პარტნიორად გხედავთ, გეტყვით, რომ ეს ადამიანი გხედავთ, რომ აი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ამ ადამიანის დამორჩილება, შეიძლება ესე ითქვას, დამორჩილება, ოღონდ ნახეთ კარგი კუთხით და არა ცუდი კუთხით დამორჩილება, სადაც თქვენს სიტყვას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, ხო, იმდენად შეგიძლიათ სწორი მიმართულებები მისცეთ ნებისმიერ სიტუაციას, რომ თვლის, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომელსაც ყოველთვის ყველაფერში გაითვალისწინებს, რომელსაც ყოველთვის ყველა მდგომარეობაში მის სიტყვას მიაქცევს ყურადღებას და მისცემს რაღაცა ფასეულობას. ხო, აი რაღაც ეს მომენტი აქვს. სხვათა შორის, აი კიდევ ერთი მომენტი ის არის, რომ ეს ადამიანი თუ თვითონ არ იმოქმედებს და ძილისპირულის მდგომარეობაში იქნება და თვითონაც არ იქნება გააქტიურებული მდგომარეობით, ხო, რაღაც აი არ დატოვებს თავის წარსულის რაღაცა გაურკვევლობებს, ხო, რაღაც მომენტში შეიძლება თქვენ ერთ დღეს უთხრათ, რომ კარგად იყავი და აი რაღაც ამ მომენტის ისიც აქ რო რამდენად შეგიძლიათ ესეთი ძალა გამოიჩინოთ, რომ როგორც შეგიძლიათ რომ სიყვარული მისცეთ, ემოციები მისცეთ და ბედნიერება მისცეთ ამ ადამიანს, ისევე წარსულში დატოვოთ უცბად ურთიერთობა და საერთოდ არ გაიხედოთ. ხო, აი რაღაცნაირად ესე ვიტყოდი, რომ აი აქ უფრო ძალაუფლების მოყვარულს თუ რაღაცა თავის პრინციპების მოყვარულ ადამიანად უფრო აღიქვათ, ხო, რაღაცა ადამიანს, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განაცდევინოს და ძალიან ბევრი რამ შეაცვლევინოს მის ცხოვრებაში. აი ესე ვიტყოდი და ეს ადამიანი გხედავთ, რომ თქვენ ამ ადამიანს გაუღეთ ყველა კარები, რაც ამ ქვეყნიურ სიამოვნებას მივაწერთ, ხო, რაღაცა არა მაინდა-მაინც ნებაზე ნუ წაიყვანთ, თუნდაც ბევრისთვის ის არის სიამოვნება, რომ კარგი კარიერა აიწყოს, თუნდაც რაღაც სულიერი მდგომარეობა დაისტაბილუროს, უბრალოდ კარგი მოსაუბრე ყავდეს გვერდით, ხო? ანუ ყველა სხვადასხვა მდგომარეობა აქვს და აი აქ თითქოს რაღაცა მომენტში ეს არის, რომ თქვენ ყველა კარები გახსენით, გააღეთ ამ ადამიანისთვის და ძალიან ისეთი საკმაოდ ემოციურ ადამიანათაც გხედავთ, აი ემოციურს, რომელსაც კონტროლი შეუძლია ამ ემოციების. ნახეთ, აი ხართ რაღაცა ესეთი ქაოსა, მაგრამ მეორე დღეს დააბალანსებთ ამ ყველაფერს და აი რაღაცა ბალანსში მოიყვანთ, ხო, აი რაღაც, მაგრამ უფრო მეტად რო ესე ვიტყოდი, რომ აი ენერგიას გასცემთ და რაღაცა სულ რაღაც დიდი რაოდენობით მუხტს აძლევთ ამ ადამიანს. მოკლედ ესეთი გამოვიდა ორი ვარიანტი, როგორც ხედავთ პარტნიორი. საკმაოდ კარგი პარტნიორებიც მოვიდნენ, როგორც ჩანს და საკმაოდ კარგადაც ხედავენ მის გვერდზე არსებულ ადამიანებს, რაც ძალიან სასიამოვნოა. მე წარმატებულ და ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, ულევს სიყვარულს და ყოფილიყავით ყოველთვის ბედნიერები. წარმატებები.